დაბადების დღეა. გილოცავ. ესე იგი, ვანდა მომკლავს, ამდენი მიცვალეო. მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ შემატყობთ ძალიან გადაგვილი სახე მაქვს. სოსო რამდენი ხანი არ გინახიათ? ხო, აი მეც გამოვჩნდი. ნახეთ, სიმაღლეში გადამასწრო. გასწორდი წესივრად. ნახეთ მეგობრებო. ნუ პატარავდები ახლა გასწორ ჩვენებო. ნუ მალე უფრო მაღალი იქნება. მოკლედ, ჩემები იყვნენ მომილოცეს დაბადების დღე. ეხლა ეს კატები არ გამანებებენ თავს, ვიცი. ვანდამ, ესე იგი ტორზე ამინთო 52 სანთელი სათითაო. ხო და მიდით ახლა გაყენებთ დილას სამსახურში ვიყავი. მოკლედ სახე მაქვს ალეწილი. გარეგნობას არ მივცივთ ყურადღება, არ ვარ პლატფორმაში. ხო, ეს რაღაცა უცნაური ესეთი სანთლები მომიტანა ვანდამ. ანუ ანეს აერჩიენიშნებ, მაგრამ მე მაინც ვინა მარჩევინა. თვითონ გადაწყვიტა, რომ სათითაოდ უნდა ბრიჯი ჯონსის დღიურშიო ვნახეო და ისე უნდა გავაკეთო. კაი მეთქი. მოკლედ, მე მომწონს ეს. ვაი, ეხლა ვიგაჩვენებ, აი როგორ მომწონს მე. აი. ესე. ჩანს. მოკლედ ესე მომწონს და არა ესე. ხო, ესე ჯობია. გაჩვენდით ახლა თქვენ. так, ეხლა რას ვთხოვენ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ტორტი უნდა. ტორტი უნდა? გემონახეთ და ეს ამ უნდა. მე მაინც ამ მოხემში რაღაცა ტორტს ვერ და აჰა, მიფიქრე. აჰა, всё. თეთა ტორტს უღრენს გაფი. აი, მეგობრებო. რამდენი სანთლებია. სათითაოდ ვანთებდით. დილას 6 საათზე ფეხზე ვიყავი, სამსახურში წავედი, 7 საათი ფეხზე ვიდექი, ვიმუშავე. სოსოს ეძინა 3 საათამდე, ხო? მე რომ მოვედი მაშინ დაიღუპე. მოკლედ ვაცალე ძილი რომ მეთქი ჩემს მაგივრად მაინც დაიძინოს ხოლმე და მოვედი, მოკლედ მივირთვი ცოტა რაღაცა შევჭამე და ეგრევე დავწექი, მეთქი 1 საათი მაინც დავიცვალე, სადაც ჩემები მოვლენ, ხო? მოკლედ დღეს ჩემი დაბადების დღეა და birthday. ხო, ზოგმა უკვე მომილოცა, მადლობა ყველას მოლოცვისთვის, ვინც აქ მიყურებთ და დიდი მადლობა. მოკლედ გამახარეს, ხა ისე ვარ გადატვირთული ამ ბოლო ხემში, აღარც მახსოვს ვინ უნდა მომილოცოს, ან ვინ არ მომილოცოს. ასე რომ არც დაწყენი დავშევი დიდად. თავარია შინაურებმა მომილოცეს და ისეთმა ადამიანებმა, ვისაც გული შესწირა მართლა ჩვენს. ხო, თავარი ეს არის. დანარჩენი უკვე ვიაზრებ მეგობრებო იმას, რომ ჩვეულებრივი დღეა, თუმცა მაინც სიმბოლურად აქვს ის დატვირთვა, რომ ამ დღეს, ანუ ამ დღის წელს მე მოვევლინე ამ სამყაროს და რა ვთქარო ახლა აღფრთოვანებული ვარ თქო ამ სამყაროში, ვერა, მაგრამ არის ბევრი კაი რაღაცებიც, რაც არ უნდა დაკარგო და უნდა დაინახო ადამიანმა და ანუ რის გამოწღირს ცხოვრება და ჩაჭიდება ცხოვრებაზე. ხო, პირველ რიგში ეს არის შვილები, მშობლები, შვილები, შენი ოჯახის წევრები და დანარჩენი მეგობრები და კეთილი ხალხი. ხო, გაჩვენდით ახლა თქვენ ისე პირველად ვნახე ეს რაღაცა ეს პენოპლასტია და ზემოთ აქვს მარტო სანთელი. რა ჭკვიანურია, ამას მაინც არავინ არ წავს ბოლომდე მე როგორც ვიცი რა, ანუ და სიმოთერი პაწეწუნა ესეთი სანთელი, ანუ აი აქ, აი ამ ნაწილში და ესეც შესაძლებელია. შვენიერი იდეა. მოკლედ, სამსახურშიც მომილოცეს,
მომილოცეს რა სიტყვიერად. ახლა ცოტა გაბრაზებული ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა ის, რომ ვთხოვე ერთ თანამშრომელს, რომელმაც რამოდენიმეჯერ მთხოვა ცვლის გადაცვლა. ერთხელ დავთანხმდი და გავუცვალე ჩვეულებრივად მეთქი რა პრობლემაა ბავშვია თქო რაღაცა, მაგრამ ესე ვთხოვე მე რომ დამჭირდა დაბადების დღისთვის რომ მეთქი ცვლა გამიცვალე დილას ვიყო რომ საღამოს თავისუფალი ვიყო რომ ჩემები უნდა მოსულიყვნენ. მოკლედ ორივე, ანუ ორი გვყავს რა ესეთი მგონი სრულწლოვანებიც არ არიან, ანუ ბავშვები არიან ფაქტიურად რა. არც ერთმა არ დათმო, არც ერთმა ანუ აი ნუ მოკლედ რა. არ ვიცი, მე რატომღაც ვგონია რომ ჩემი შვილი მაინც ყველანაირად მოიქცეოდა. რატომღაც ვგონი, არ ვიცი, ახლა დიდ წარმოდგენა არ მაქვს ჩემი შვილზე და რაღაც, მაგრამ რატომღაც ვგონია რომ უფრო ადამიანურია, მოკლედ. ხო და ესეთი ამბავი, ხო. დანარჩენი შემებრალა ის თანამშრომლები, რომლებმაც ფაქტიურად აიღეს თავის თავზე ის დატვირთვა, რომ საღამოს ანუ მე რომ საღამოს არ ვიმუშავე, ხო, ანუ დამთანხმდა ჩვენი მენეჯერი, მითხრა რომ მოდიო დილასა და ანუ დილას იმიტომ ვიყავი. თორე მოკლედ საღამოს მიწევდა და გამოვიდოდა რომ ანუ დაბადების დღეს წამართმევდა სამსახური რა. მაგრამ ესე არიან კარგი ადამიანებიც და მოკლედ ესეთი ამბები. მგონი გაიგეთ ალბათ რაც ვთქვი. ხო, დედამ მომართა. ჩემი საყვარელი პალმერი. არ ვიცი მეგობრებო, ბავშვობიდან გიჟდები. მართალია ისეთი არ არის ჯერ მაინც ახალი შემოსულია როგორც ჩანს, მაგრამ მიმოსები ისე მიყვარს. მოკლედ მახსოვს სკოლაში დავიმთავრდა გაკვეთილები და დაბადების დღეს რა და დედაჩემი მელოდებოდა ეზოში, 23 სკოლის ეზოში. დიდი ხე იდგა შუაში და იმ ხის ძირში დგას დედაჩემი და მიმოზები რომ დავინახე და მე დავინახე დედაჩემი. მოკლედ ესე დამხვდა მაშინ და იმის მერე სულ დედაჩემი თუ ამხელად აიგულია რა პატარა თაიგულს მაინც მიმოზებს ჩააქსოვს ხოლმე შიგნით და ყოჩივერდებთან ერთად ან სხვა ყვავილებთან ერთად, ნუ იცის რომ დედაჩემი იცის რომ მიყვარს მიმოზები ძალიან. მოკლედ ესე და არც უმზეც ვგიჟდები. ესაც ასე მეგობრებო. რამდენი ხანია გესაუბრებით, არც ისე დიდი დროა. მოვითენთე, დავიღალე, ეხლა მე დავისვენებ, მეკუთვნის დღეს დასვენება. მინდოდა ცოტა ადრეც ვიდეო ჩამეწერა, ანუ წინა დღეს მაინც ანუ იმის წინ, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოვიდა. მობილურს კიდე ცალკე პრობლემები ჰქონდა, მოკლედ არ იტენებოდა თვითონ აი ეს შესაერთებელი რაც აქვს რა, ეს ბუდე რა, თვითონ მობილურის ბუდე რა შესაერთებელი. რაღაცა პრობლემა ჰქონდა, მოკლედ შემეშინდა, იმიტომ რომ იმდენი რაღაცეები მაქვს, ანუ ხო იცით, ფაქტიურად ნახევარი ცხოვრება ტელეფონში გვაქვს და ხო და რამექნა არ ვიცოდი და ბოლოს ძლივს დაიტენა და მოვახერხე. ხო და მოკლედ ცალკე საფიქრალი მაქვს, ახლა ვფიქრობ, ჯერ განვადებას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძველ ვიდეოებიდან გემახსოვრებათ, ვინც ძველები ხართ ალბათ, რომ რატო არა მაქვს ასე ვთქვათ, რაღაცა იყო რა მოკლედ. შეგვიძლია ძველ ვიდეოებს გადახედოთ, არც მახსოვს რა ქვია ვიდეოს სიმართლითად, ეხლა კიდე მესარება მაგის მოყოლა. მოკლედ ჯერ არ შემიძლია რა განმადებების გაკეთება, თორე აქამდე გამოვიტანდი ახალ ტელეფონს, мотиваციაც მიქნებოდა რომ კარგი ვიდეო გადამეღო, ანუ ხარისხიანი ვიდეოს ნახავთ კაი გამოსახულებას. ხო, მეც ასე ვთქვათ, მოსაწესრიგებელი ვარ. მაგას ცალკე ამის ვფიქრობ, ვნახოთ რა იქნება, წინასწარ აღარ გავუსწრებ მოვლენებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვთქვი, ვერ გავაკეთე. ასე რომ ამ სიცოცხლეში ალბათ ვერ ღირსები ასეთ რაღაცებს და
კარგით მეგობრებო, ესეთი პატარა ვიდეო იქნება დღეს. ვერაფერთ ვერ გაწყენებთ, ვერაფერთ ვერ გახარებთ. მოკლედ, ესეთი ამბებია. ყავს სამსახური. ზეგარ ვიცი ვნახოთ თუ დასვენება მექნა, ხო კარგი. ხო და ასე რომ, აბა დროებით გავკეთეთ ბევრი. მიყვარხართ, ვისაც გული შეგტკივათ ჩვენზე, ვინც მართლა გულით და სულით გვიყურებთ და გულთბილად გვიყურებთ და ვინც რაღაცა ანტიპატიურად ხართ განწყობილი, ღმერთ მართლაც რომ ეს ცუდი ემოცია გაქრეს, გაიფანტოს. კარგით, აბა გავკეთეთ.